მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბების სტუდიაში თქვენთვის ნინო ვაშალომიძე მუშაობს. 4 ოქტომბრის არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები რჩება. პოლიტიკური პარტიები მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების, ასევე პარტიული სიების წარდგენას ასრულებენ და აქტიურ საარჩევნო კამპანიაზე გადადიან. ამჯერად გახარია საქართველოსთვის პოლიტიკური ძალისა და კოალიცია ლელო ძლიერის საქართველოს ოზურგეთის მერობის კანდიდატი ალექსანდრე მენაბდე პარტიის ოფისში ოფიციალურად წარადგინეს. ოპოზიციური პარტიის მერობის კანდიდატის წარდგენას გახარია საქართველოსთვის აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა და გიორგი შარაშიძე, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი. ადგილობრივ ლიდერებთან და პარტიის მხარდამჭერებთან ერთად ესწრებოდნენ. მენაბდას განათლება ევროპაში აქვს მიღებული და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ იგი პარტია გახარია საქართველოსთვის წევრი გახდა. ალექსანდრე მენაბდე 27 წლისაა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია. დღეს ოზურგეთში წარვადგინეთ ოზურგეთის მერობის შეთანხმებული კანდიდატი ალექსანდრე მენაბდე ამ არჩევნებში წარმოდგენილი იქნება გახარია საქართველოსთვის საარჩევნო ნომრით 25, რომელსაც მხარს უჭერს ასევე კოალიცია ძლიერი საქართველო ლელო. ალექსანდრე მენაბდე არის კეთილსინდისიერი, ღირსეული, წარმატებული ახალგაზრდა, რომელსაც უცხოეთში არაერთ უნივერსიტეტში აქვს განათლება მიღებული და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ თავისი კეთილსინდისიერებით, პროფესიონალიზმით და განათლებით ოზურგეთს მიცემს ახალ სიცოცხლეს. ეს არის ქალაქი, რომელსაც აქვს უნიკალური ლოკაციური მდებარეობა, ქალაქი, რომელსაც აქვს უზარმაზარი ტურისტული სასოფლო-სამეურნეო და ეკონომიკური პოტენციალი, რომელიც იფლანგება გარკვეული თანამდებობის პირების უნიათობის, სამსახურებრივი გულგრილობის თუ კორუფციული დანაშაულების შედეგად და სწორედ ამას შევაჩერებთ ჩვენ, ამას შეაჩერებს ალექსანდრე მენაბდე და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტიის პოლიტიკა, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს საკუთარი მუნიციპალიტეტების, ქალაქების, სოფლების პოლიტიკურ ცხოვრებაში და ამით ახალი პოლიტიკური ცხოვრება დაიწყოს ამ ქვეყანაში, ვასრულებთ და ეს არის პირველი ნაბიჯი. ალექსანდრე დარწმუნებული ვარ, რომ მიიღებს ოზურგეთელების მხარდაჭერას და წარმატებული მინდა უსურვო ამ ახალგაზრდა ადამიანს და სრულად ოზურგეთს, რომლისთვისაც ახალი შესაძლებლობები იწყება ალექსანდრე მენაბდის მერად არჩევის შემთხვევაში. ყველაფერი იწყება ეზოდან, ქუჩიდან, ქალაქიდან და საბოლოოდ ეს ყველაფერი გადადის ერის მასშტაბით. შესაბამისობიდან გამომდინარე იქიდან რა სიტუაციაშიც არის ქვეყანა და პირველ რიგში რა თქმა უნდა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის რა სიტუაციაშიც არის ოზურგეთი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ ის განათლება მე რაც მაქვს წლების მანძილზე სხვადასხვა ქვეყნებში მიღებული და გამოცდილება რაც მივიღე, აუცილებლად დაუბრუნო ეს ყველაფერი ოზურგეთს და ეს ქალაქი ჩემი მიზანი იქნება რომ იყოს ყველაზე მეტად ცარიელი კორუფციისგან. ეს არის პირველი დაპირება რაც მინდა გავაკეთო და ამასთან ერთად მე მინდა ოზურგეთელებს ვთხოვო ის რომ როდესაც ჩვენ ვამბობთ რომ ქვეყანაში ცვლილებებია საჭირო და ამასთან ერთად ჩვენ უნდა მივცეთ მომავალ თაობას შანსი და შესაძლებლობა, მოდი ეს მომავალი გავხადოთ აწმო. მივცეთ შანსი იმ თაობას, რომელიც დაიბადა თავისუფალ ქვეყანაში, რომელიც დაიბადა დამოუკიდებელ ქვეყანაში და რა თქმა უნდა ის თაობა, რომელმაც მიიღო განათლება განვითარებულ ქვეყნებში და დაბრუნდა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ისევ დაუბრუნოს თავის ხალხს, საკუთარ ხალხს. ეს არის ჩემი დაპირება, რაც შემიძლია ოზურგეთს მივცე. ხელისუფლების გადაწყვეტილება ეუთო ოდირის მოწვევასთან დაკავშირებით ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც არჩევნებში მონაწილეობს, აღნიშნულს მიესალმება. ბოიკოტში მყოფი პარტიები კი ამბობენ, რომ ამით ქართული ოცნება 4 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმაციის მოპოვებას ცდილობს და ამის საშუალება მათ პირველ რიგში ოპოზიციამ არ უნდა მისცეს. ნაციონალური მოძრაობა ლელოსა და გახარია საქართველოსთვის წევრებს არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. მართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ოპოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს, მიესალმებიან თუ არა ეუთოს მოწვევას არჩევნებზე. ჩვენ არ ვიცით ოდერია გადაწყვეტილებას მიიღოს, მაგრამ ფაქტი არის, რომ ბოლო წუთზე გაკეთებული მოპატიჟება, მოწვევა არ არის რეალური მოწვევა და არ ისახავს მიზნად რეალური სადამკვირვებლო მისიის განხორციელებას. ამიტომ მოლოდინი მე პირადად არ მაქვს
რომ ოდირი მიიღებს ამ მოწვევას, იმიტომ რომ ამ ესეთი მოწვევები ბევრად უფრო ადრე უნდა ხდებოდეს და ყველამ ძალიან კარგად ვიცით, არ აღიარების პოლიტიკა, არათანამშრომლობის პოლიტიკა ჩვენი ევროპული ინსტიტუტების ქართული ოცნების დიქტატორული ხელისუფლების მიმართ. ცალსახად და ერთმნიშვნელოვანი არის. ჯობდა ადრე ჩამოსულიყო, რა თქმა უნდა, ყველაზე რთული არის ხოლმე წინა საარჩევნო პერიოდი, უფრო იმიტომ რომ პროცედურები ჭირდება მოწვევა, ახლა მეორე იწვევ მეორე დღეს ხოლმე ჩამოვლენ, არა დელეგაცია უნდა დაკომპლექტე შეირჩეს. რა თქმა უნდა, ფეხი ითრია, ვირეშმაკულად ქართულმა ოცნებამ მაქსიმალურად გაწელა დრო, თუმცა ეუთოდის დელეგაცია რო ჩამოვა, სადამკვირვებლო მისია ეს არის კარგი. ჩვენი პოლიტიკური გუნდი ჩვენ დავაკვირდებით ამ პროცესს. როგორ მოხდება ეს ეუთოდის ინტეგრაცია ამ არჩევნებზე, როგორ ჩამოვლენ, იქნება თუ არა მისია სრული, ამ მცირე დროში შეძლებენ თუ არა ისინი სრულყოფილ მონაწილეობას, იცით რომ ეუთოდი ეს არის უმნიშვნელოვანესი აქტორი არჩევნების კონტექსტში, შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ისინი მონაწილეობენ. რა თქმა უნდა, ქართული ოცნება იძულებული გახდა რომ მოეწვია ეუთოდი ამ არჩევნებზე. ძალიან სწორ ნაბიჯად მიმაჩნია მიუხედავად იმისა, რომ ფანტასტიკური ზეწოლა იქნება ეუთოდილზე, იმიტომ რომ თქვენ წარმოვიდგინეთ, უკვე დაწერილ გადაწყვეტილებაზე, უკვე დაწერილ შეფასებაზე, სადაც წინასწარ იყო დაანონსებული, რომ რასაც ისინი იტყვიან, ჩვენ დავადასტურებთ მას და ის იქნება ჩვენი მთავარი მტკიცებულება საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობაში, იმის გამო რომ არ მოეწონათ მე ეს გადაწყვეტილება, რა დონის ბოულინგი ჩაატარეს, ეს თქვენ თვალწინ მოხდა, ჩვენ თვალწინ მოხდა. მიუხედავად ამ დიდი რისკისა, როგორც პრემიერმა განაცხადა, რომ ეხლა ეს ზეწოლა 10 მაგი და 100 მაგი იქნება, ჩვენ მაინც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება იყო სწორი. გახსოვს თუ რა დამოკიდებულება იყო საპარლამენტო არჩევნების მერე, აი წარმოუდგენელი ზეწოლა, წარმოუდგენელი შეურაცხყოფა, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით ამ აგენტების მხრიდან, ზოგადად ქვეყნის გარეთ, საიდანაც იმართებოდა ეს პროცესები. დღემდე ერთი ფაქტი ვერ წარმოადგინა ვერავინ. დღემდე ერთი კონკრეტული მტკიცებულება არ დადებულა იმასთან დაკავშირებით, რაზეც საუბრობდნენ. ეუთოდის დასკვნა საერთოდ ფეხქვეშ გათელეს, გადაუარეს, შეურაცხყოფას აყენებდნენ ამ ადამიანებს, იმიტომ რომ მათთვის სასურველი შედეგი არ დადგა. დღეს პირიქით მოგვიწოდებდნენ ჩვენ, რომ ეუთოდი მოგვეწვია და ჩამოყალიბდნენ რა უნდათ ზოგადად. ნარკოტიკებთან ბრძოლა კვლავ რჩება ხელისუფლების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად. ეს კიდევ ერთი განცხადებაა, რაც პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ სამთავრობო სხდომაზე გააკეთა. ირაკლი კობახიძის თქმით, ნარკოტიკების ხელმისაწვდომობა 8-ჯერ შემცირებულია, როგორც ფიზიკური, ისე ფინანსური თვალსაზრისით, რაც მისივე განცხადებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ეფექტიანი საქმიანობის შედეგია. რეალურად ნარკოტიკების ხელმისაწვდომობა არის შემცირებული, როგორც ფიზიკური თვალსაზრისით, ასევე ფინანსური თვალსაზრისით, უხეშად რომ ვთქვათ, დაახლოებით 8-ჯერ. ფინანსური ხელმისაწვდომობა კონკრეტულად შეიძლება გაიზომოს, დაახლოებით 8-ჯერ არის შემცირებული. 298 კილოგრამი ჰეროინი იქნა ამოღებული, ასევე რამდენიმე დღის წინ ამოღებული იქნა 34500 მეტი აბი მეთადონი, რაც ასევე უპრეცედენტო რაოდენობა, ასევე იარაღის დარება. ესეც იყო აბსოლუტურად არასწორი პრაქტიკა, ჟარგონზე რო ვთქვათ, მიშებული იყო ეს ყველაფერი. ადამიანები, მათ შორის ახალგაზრდა ადამიანები, ზოგჯერ არასოწურნებიც კი დადიოდნენ იარაღით ქუჩაში, რაც საზოგადოება ძალიან აწუხებს ბუნებრივია და რისკის შემცველია. რას თავარია? ამ რამდენიმე თვის განმავლობაში, 3 თვის განმავლობაში გამოვლინდა იარაღის უკანონო ბრუნვის 384 შემთხვევა, ანუ 384 შემთხვევაში იქნა ამოღებული იარაღი, რომელსაც უკანონოდ ფლობდნენ ან ატარებდნენ. იმ სწორი ნარკოპოლიტიკის, იმ საკანონმდებლო ინიციატივების და იმ სწორი საპოლიციო ღონისძიებების შედეგია, რაც დღეს პრემიერმა გააჟღერა, ის სტატისტიკა, რომელიც მოცემულია. მინდა მადლობა გადაუხადო თითოეულ პოლიციელს, რომელიც თავდაუზოგავად შრომობს 24 საათის განმავლობაში. რა თქმა უნდა, მსოფლიო გამოწვევა ეგრეთ წოდებული დადების პრინციპი ნარკოდანაშაულის მიმართებაში და ამ შემთხვევაში არც საქართველოა გამონაკლისი და ამ მიმართულებით საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ეს გეგმების აღსრულების პროცესი უკვე დაწყებულია. ეს არის როგორც გამშვები პუნქტების, ისე საჰაერო თუ ტერმინალების მიმართულებით და ძალიან ბევრი სიახლე გვექნება რამდენიმე თვეში ეს სტატისტიკაც აუცილებლად შემცირდება. ასევე მინდა საზოგადოებას დავპირდე, რომ როგორც ნარკოდანაშაულის მიმართულებით, ისე ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტრო გაატარებს კვლავ მკაცრ პოლიტიკას.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს მიღწეული წარმატებისთვის 3 მილიონ ლარს გადასცემენ. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს საქართველოს მთავრობამ მიიღო. დამატებით გამოიყოფა კიდევ 3 მილიონი ლარი ყოველ მოგებულ თამაშზე. ასეთია პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ირაკლი კობახიძემ სპორტსმენებს ისტორიული შედეგი ევრობასკეტ 2025-ზე მეოთხედფინალში გასვლა მიულოცა. მე მინდა პირველ რიგში კალათბურთელებს მიულოცო ისტორიული წარმატება პირველად ევროპის 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხდა ჩვენი ეროვნული ნაკრები და მინდა თითოეულ კალათბურთელს და მთლიანად გუნდს მათ შორის მწვრთნელებს გადაუხადო. მადლობა მნიშვნელოვანი მატჩები გველის წინ და დარწმუნებულია რომ შემდეგ თამაშებშიც წარმატება იქნება ჩვენს მხარეს. ასე ფეხბურთელებს მინდა მიულოცო გუნდში გამარჯვება, შტამბეშტავი გამარჯვება და მათაც მინდა წარმატებები უსურვო მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში. რაც შეეხება კალათბურთელებს, გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ გვაქვს ისტორიული შედეგი, გვინდა ეს შედეგი აღნიშნოთ მთავრობის მხრიდან შესაბამისი ფულადი პრემიითაც და ვფიქრობთ რომ 3 მილიონი ლარი გამოიყოს უკვე მიღწეული წარმატებისთვის და ყოველი შემდეგი მოგებული თამაშისთვის ევრობასკეტზე, ევროპის ჩემპიონატზე, ასევე დავაწესებთ 3 მილიონ ლარს. მთავრობის გადაწყვეტილებით გუნდს, რომელმაც მიაღწიეს შედეგს 3 მილიონი ლარი გამოეყოფა, ხოლო ყოველი თამაშის მოგების შემთხვევაშიც 3 მილიონი ლარით იქნებიან ჩვენი კალათბურთელები დაჯილდოებულნი, ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თითოეულ ფეხბურთელს გულში იმდენი წარმატების გამო მიულოცო და მადლობა გადაუხადო. გულში შეიძლება ითქვას, რომ ქართულ სპორტში იყო წარმატების და გამარჯვების დღე. პოლიციამ მარნეულში დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე 2 პირი დააკავა. სამართალდამცავებმა ყალბი კუპიურები ნივთკიცებად ამოიღეს. დანაშაული 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ოზურგეთში წვერმაღალას პარკში წარმატებულ კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. სტუდენტობის მუნიციპალური პროგრამით 100 ოქროს მედალოსანი ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად 100 და 70%-იანი გრანტის ფლობელი ახალგაზრდები, ასევე მათი სკოლები. ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ გურის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ხურჯუმელიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან და რესურს ცენტრის ხელმძღვანელ ლალი სიჭინავასთან ერთად ფულადი პრიზებით და სიგელებით დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია წვერმაღალას პარკში შედგა. ოზურგეთში წვერმაღალას პარკში ჩვენ შევხვდით ახალგაზრდებს, რომლებმაც ჩააბარეს სხვადასხვა სასწავლებლებში მიიღეს სახელმწიფო გრანტები და ასევე დამატებით ოზურგეთის მერიიდან გადაეცათ სხვადასხვა ჯილდოები. ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ყოველთვის პრიორიტეტი იყო განათლება და არაერთი პროექტი განვახორციელეთ ამ კუთხით და არაერთი პროექტი არის დაგეგმილი მომავალში. მე მინდა მათ უსურვო წარმატებები. ოზურგეთს სჭირდება ახალგაზრდები, რომლებსაც არა მხოლოდ სწამთ საკუთარი თავის, არამედ ჯერაც საკუთარი ქალაქის და საკუთარი ქვეყნის. ძალიან დიდი ხანი ვიმზადებოდი ამ დღისთვის, იმიტომ რომ აი მართლა ძალიან დიდი შრომა ჩავდე იმ ნიკულებში, რაც მივიღე, იმ შედეგში, რაც დავდე და ეს ფულად წახალისება, რაც იყო ჩემი 100%-იანი გრანტი და მედლისთვის და ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ოზურგეთის მერიას იმისთვის, რომ ასე ახალისებს მოვალთაობას და აძლევს სტიმულს იმისთვის, რომ კიდევ და კიდევ უფრო მეტი შეძლოს თავისი ქვეყნისთვის და თავისი რეგიონისთვის. დღევანდელი დღე იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემს ცხოვრებაში, ყველაზე მნიშვნელოვანი და სამახსოვრო და მინდა მადლობა გადავუხადო ოზურგეთის მერიას, რომ მსგავს შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს და მომავალი თაობისთვის მოტივაცია და სტიმული იყო ეს დაჯილდოება, რომელიც წარჩინებული ჯილდო, რომელიც ჩემთვის წარჩინების ნიშანია და მომავალი თაობისთვის სტიმულისა და მოტივაციის მიმცემი. ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება ჩვენთვის და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩემს სკოლას, ოზურგეთის ნომერ 2 საჯარო სკოლას, ჩემს პედაგოგს და დირექციას იმისთვის, რომ ყოველთვის გვერდში გვედგნენ და წარმატებისთვის გვიადვილებდნენ ახალ გზას. ეს გახდა ჩემ ხალთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მე 4 შაბათამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.